Ყოველთვის უნდა ვიცოდეთ, რომ უფალი წყალობს, უფალი ჩვენთან არის, უფალი, ასე ვთქვათ, ჩვენს მხარეზეა, ყოველთვის ცდილობს, რომ გაგვამართლოს ჩვენ. და ერთ-ერთი ლოცვა მახსენდება, რომ უფალო, ღმერთო ჩემო, ჩემი გამართლების და ჩემი გადარჩენის და ჩემი ცხოვრების მაძიებელო. რომ ესე იგი მიზეზს ეძებს, წარმოიდგინეთ აი ქრისტე რა მოწყალია, რომ მიზეზს ეძებს, რამე გიპოვოს, ეძებს შენში რაიმე ისეც, რომ იმითი გაგამართლოს, გადაგარჩინოს და შეგიწყალოს. ის კი არა, რომ ნუ იქნება ესე გამოჭერაზე იყოს უფალი, რომ რაღაც უზურპატორივით ან ტირანივით, რომ რაღაცა ცოდვაში გამოგიჭიროს და იმის გამო დაგსაჯოს. ნუ არა, ესე არა. რამე თუ მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთია. და ნუ რამის ნუ გონია, რომ ღმერთი დამსჯელი ძალაა. ღმერთი არის მოწყალე და შემწყნარებელი და კაცთმოყვარე, მაგრამ რა თქმა უნდა, ღვთაებრივი პედაგოგიკა ადამიანის მიერ მისი ცოდვების გამო ზოგჯერ აღიქმება როგორც დამსჯელი ან როგორც განსასწრებრივი მისტაგოგია, მაგრამ ეს არნიშნავს იმას, რომ უფალი ადამიანის დასჯას ტირანივით და უზურპატორივით ეძებს და ადამიანის რამე ცოდვაში გამოჭერა უნდა, რომ ემანდ რაიმე ცოდვაში გამოჭეროს და იმის სიამოვნება მიიღოს, რომ ადამიანი დასაჯოს. ეს კრეხებობა იქნებოდა. პირიქით, ის მოწყალე და ყოველთვის ეძებს ჩემი გადარჩენის და ჩემი გამართლების მაძიებელო, აი ესეთი ლოცვაც არის. ერთ-ერთი სულიერი ლოცვა ძალიან, რომელიცშიც უფალი ყოველთვის გამოყვანილია და ასეთიც არის, როგორც მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთი, რომელიცადაც სულ ჩვენ ასამაღლებლებს, რომლისადმიც ვამბობთ შესაბამისად, ნახეთ თქვენ, წირვის დროს სულ ასეთი ლეიტმოტივი გაზდებს მოწყალებისა, კაცთმოყვარების და შენდობისა და პარტიების ლეიტმოტივი გაზდებს თელ წირვას თავის ასამაღლებლებით. და ამის გამო უფალი მოვიდა, ზუსტად ამის გამო მოვიდა და შეისმინა ჩვენ ცოდვილთა ვედრება და მოვიდა და მოდის ჩვენთან ყოველდღე ჯერ მოვიდა, ოდეს იყო ჟამის ისავსე, ჟამის აღივსო, მაშინ მოვიდა როგორც იყო სახარებაში, როგორც არის ყველაფერი აღწერილი, მაგრამ შემდეგ უკვე კიდევ ყოველთვის მოდის და ჩვენთან არის მას შემდეგ, რომ ჩვენ დაშინებულები არ ვიყოთ, დატერორებულები არ ვიყოთ, დათრგუნულები არ ვიყოთ, თვით რჯულს არ მივეცეთ რაღაც გაუგებარ თვით არჩევანს ჩვენ ცხოვრებაში, არამედ ყოველთვის ქრისტე ავირჩიოთ და მისი ნება ავირჩიოთ, როგორც სულიერმა ადამიანებმა, ხომ? თუ არა ვართ სულიერი, უნდა გავხდეთ სულიერი, თუ ვართ სულიერი, უფრო უკეთესი სულიერი გავხდეთ. ამაში გრადაციები არ არსებობს, არც ხარისხობრივი და არც ასაკობრივი ცენზია არ აქვს ამას. ყოველთვის შეიძლება უკეთესი გახდეს ადამიანი, ასაკს არ აქვს უშობა და ეს იგივეა, რომ გამოჯანმრთელება შეიძლება რა ასაკში და რა ასაკში არ შეიძლება. ყოველთვის უნდა სულიერად და ხორციელად გამოჯანმრთელებისკენ მიისწრაფოს ადამიანი, ეს ბუნებრივია და უკეთესი უნდა რომ გახდეს ვიდრე არის, ხო? ეს ბუნებრივია. ყოველი ქრისტიანი, ყოველი ადამიანის სული ქრისტიანი არის, ხომ ამ ნათქვამია გახსოვთ. და ყოველ ადამიანს უნდა რომ უკეთესი გახდეს, ვის უნდა რომ უარესი გახდეს და ყველა არავის არ უყვარდეს და რაღაცა ესეთი მარგინალი იყოს. არავის არ უნდა ეს, ყველას უნდა რომ იყოს კარგი, უკეთესი, რაც არ უნდა ცუდი ადამიანი იყოს, მას არ უნდა რომ ჩათვალონ ცუდად და ბოროტად და ყველას ზულდეს და უნდა რომ მაინც უყვარდეთ, მაინც ვიღაცისთვის მაინც ძვირფასი იყოს, ვიღაცისთვის მაინც რაღაცა ფასეულობას წარმოადგენდეს. ეს უკვე კარგია, რომ ამითი შეიძლება ჩაეკიჭიდოს ამ გზნობას და ის რაც მასში ცუდია, იმას კი არ მისდიოს, რაც ცოტა, მაგრამ მაინც კარგია, მას მისდიოს და ის გააღვივოს და შემდეგ უკეთესი გახდება. არ არის კაცი, რომელიც ხონდეს და არას ცოდოს. ამისათვის ცოდნა არის საჭირო. ცოდნა წმინდა წერილისა, წმინდა გარდამოცემის, საღვთო გამოცხადების. ამისათვის საჭირო არის რჩევის აღება, კითხვის, როგორც კითხო ადამიანს, როცა კითხო მოძღვარს, კითხო ძმას, დას, როგორც მეორე ჯულთაში წერია, რომ კითხე მამასა შენსა, ნუ სულიერი მამაც იგულისხმება, ხო პირველ რიგში. კითხე მამასა შენსა და გეტყვის შენ. კითხე უხუცესებს და ისინი გეტყვიან შენ. ანუ ღვთისნება ხო გინდა გაიგო, ეს ის ხო არ არის ზამზარებლად ღვთისნება მოვიდეს ისე შეკვეთით. ვერც რიტუალით აიძულებ ღმერთს მადლის მოცემას და პასუხის მოცემას, ვერც ნებისყოფის დაძაბვით აიძულებ და ვერც რაღაცა აქციებით. როცა შენ ხარ მზად და როცა ღვთისნებას უნდა აი და ჩათვლის მოულოდნელი სიხარულის სახით და მოულოდნელი პასუხის სახით, აი მაშინ მოვა ის წყალობა, როცა შენ მომწიფდები მისთვის. ამიტომ ეს მინდა გისურვო. ამიტომ ჩვენც მომწიფებული ვართ დღეს და მომზადებული ვართ, მაგრამ მუდამ მომზადებელნი ვართ. ვთვლით, რომ
გვინდა ზიარება, მაგრამ უღირსნი ვართ და პავლე მოციქული ამბობს, პირველი ვარ ცოდვილებს შორისა. კი, რა თქმა უნდა, უღირსნი ვართ, მაგრამ ჩვენ ხოლმე ეს გვეძლევა არა როგორც ღირსებისა და დამსახურების გამო, არამედ გვეძლევა როგორც დაუმსახურებელი წყალობა ღვთისა, როგორც ტალანტი, როგორც საჩუქარი მოგვეცა იმისათვის კი არა რომ შევინახოთ და როგორც იმიგავშია გახსოვთ და დავმარხოთ სადღაც და ისე უკან დაუბრუნოთ, არა, რომ გავამრავლოთ, გავაღვივოთ და სულიერი ძალა მიეცეს ამას და წინ წავიდეს ჩვენი გარემოც, არა მარტო ჩვენი ინდივიდუალური მხოლოდ წინსვლა თვითმიზანი არ არის, რომ ჩვენ ეგოცენტრულად კარგად ვიყოთ და უკეთესი გავხდეთ და მხოლოდ მივაპოვდეთ ამ ყინულშრალივით, ხო? და წინ მივდიოდეთ, ხო? ეს არ არის თვითმიზანი. თვითმიზანი ეს არ არის. თავარი ის არის, რომ ჩვენ კი არ ვიყოთ კარგად. ჩვენ ხედავდეთ, რომ ჩვენი მოყვასი არის კარგად, რათა მისი სიხარული ჩვენი სიხარული იყოს. მისი ბედნიერება და წინსვლა ჩვენი ბედნიერება და წინსვლა იყოს. და პირიქითაც. და ჩვენ არ ვცხოვრობთ იზოლირებულ თვით ჩაკეტილ სივრცეში, დილეგში, სადღაც საკანში. ჩვენ გახსნილ სივრცეში ვცხოვრობთ, სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც ზეცა, მიწა და ჯოჯოხეთი, მთელი სამმაგი შემადგენლობის სამყარო, რომელშიც რიცხვი 3 საკრალულად იჭვრიტება, ერთ ღმერთს ადიდებს, მამასა და ძესა და წმინდა სულსა, ვის წყალობასაც ყველას გისურვებთ. მადლობს ჩვენს იესო ქრისტეს სიყვარული თქვენ ყოველთა თანა. ამინ.